სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში სტუმრად მყოფ სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონ სუმას პინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სტუმარს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. საქართველოში ჩამოსვლა ჩვენ გვაქვს განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა თქვენი წინა მოადგილეები ხშირად ყოფილა საქართველოში ასევე ყოფილა ამერიკაში ეს უწყობს ჩვენი ურთიერთობა უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხს ურთიერთობის განმტკიცებაში. სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა თავის მხრივ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მიღწევაში საქართველოს განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. დიდი მადლობა მოწვევისა და გულთბილი დახვედრისთვის. მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. დიდი სითბოთი ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ტიხონის მონასტერში. ასევე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ვწვეოდი ჩემს დელეგაციასთან ერთად ამ უძველეს ქვეყანას. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სცნო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობა. მადლობას გწირავთ მასპინძლობისა და ლოცვა კურთხევისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიტროპოლიტ ტიხონსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად საღამოს ლოცვა აღავლინა. აღსანიშნავია, რომ 26 აპრილს მენელსაცხებლე დედათა კვირიაგეს სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად აღავლენს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სხვადასხვა ეპარქიასაც ესტუმრება. ხაშურის პირველმა საჯარო სკოლამ სამეცნიერო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას უმასპინძლა. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ისტორია, შიდა ქართლის ხალხურ დღეობათა კალენდარი, ადგილობრივი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს. კონფერენცია სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა გახსნა. მღვდელმთავარმა მოწვეული სტუმრები დაალოცა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა. არის ეს კონფერენცია და ამ ყველაფრის თავი და მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაცნაირად ჩვენი შეხედულებები იმ წარსულთან დაკავშირებით, იმ ჩვენს წინაპართან ამოღვაწარიდან გამომდინარე, რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, ვინაიდან თუ ჩვენ არ გვექნება განსაზღვრული და გათავისებული თუ რას იქმოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვის შრომობდნენ, რისთვის იღწოდნენ. ჩვენ თუ ამას არ დავაფასებთ, შესაბამისად ჩვენი კვალიც წაიშლება. სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებლებმა სურამის არქიტექტურულ ძეგლებზე, აქ არსებულ წარწერებსა და წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრეს. როგორც წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ჩუბინიძემ აღნიშნა, მან თავის მოხსენებაში ღვთისის ეკლესიის წარწერები განიხილა და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები მიაწოდა.
მოხსენებლები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები არიან. მეც მოხსენებელი გახლავართ და ჩემი თემა აღწის ის ეკლესიის წარწერები, 4 მნიშვნელოვანი წარწერა, რომლის შესახებაც დღეს ვფიქრობ რაღაც მცირედი სიახლე იქნება მსმენელებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობა დარგის სპეციალისტებმა, სასწავლო დაწესებულების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღეს. სკოლის დირექტორის მორის დანდურიშვილის განცხადებით, ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაიმართება. სურამისა და ხაშურის ეპარქიისა და ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ერთობლივი ინიციატივით ტარდება ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება სურამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორიას. ამგვარი ღონისძიება პირველად ტარდება, გვაქვს სურვილი და იმედი, რომ ეს ტრადიციულ სახელს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება ამგვარი კონფერენციები ჩვენს სკოლაში და ჩვენს ეპარქიაში. წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო თარიღს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მამულიშვილთა გახსენება ხელმძღვანელმა ბონდო კობაძემ 1200 გვერდიანი გამოცემა მიუძღვნა. წიგნი წმინდანის მიერ განვლილი ურთულესი ცხოვრების შესახებ მკითხველს დეტალური ინფორმაციას აწვდის. აქვეა მოცემული იმ მოღვაწეთა სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა დროს ეროვნული გმირისადმია მიძღვნილი. საიუბილეო თარიღს შეუერთდა შეპესე დუგლაძეების ღვინის კომპანიაც, რომელმაც თეთრი და წითელი ღვინო სპეციალური ეტიკეტით სწორედ წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად ჩამოასხა. გადავშლით რა ამ 1200 გვერდიან წიგნს მთლიანად მოცემული არის დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მისი შემოქმედება. აქ არის მისი მემუარები შეტანილი. აქ არის მის მიერ გამოცემული ახალი ქართული გრამატიკა. აქ არის ყველა ის წერილები, რომლებიც გადასახლებიდან მოდიოდა ოჯახს. აქ არის ყველა დიდი მამულიშვილის შეფასებები დიმიტრი ყიფიანის შესახებ. გაიხარე და გამახარე. ამ დევიზით დღეს კიდევ ერთი გამწვანების აქცია გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივას რამდენიმე კომპანია და მოხალისე ოჯახი გამოეხმაურა. ელიას მთაზე 170 ერთეული ზეთის ხილის ნერგი დაირგო. აქცია ღონისძიებაში მოხალისე ოჯახებთან ერთად მონაწილეობა კომპანიების FMG Grand Medical Group-ისა და კარგო მარკეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქცია საპატრიარქოსთან არსებული ფონდის გაამწვანე საქართველოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებული შარშა რო დავიწყეთ აქ ეციმანის ბაღის გაშენება გვერდზე, სადაც გააშენეს სახელმწიფო სამსახურებმა, უკვე დღეს უკვე კერძო კომპანიები გავენ და ფაქტობრივად ერთსულოვნებაში არის მალე ეს გამწვანების ღონისძიება. და იქნება აქ მთელ ტერიტორიაზე გაშენებული ზეთისხილის დიდი ბაღი, რომელიც შემდგომში ყოველთვის დიდ მოსავალს მიცემს ეკლესია მონასტერს და იქნება მათთვის საზდო. როდესაც ჩვენ გვიწევს ხოლმე ევროპაში ვიზიტებზე ყოფნა, იქ არის ძალიან მრავლად არის ეს ტყის მასივები და სულ უნდა პატრიარქს რომ თბილისი მაგალითად გამწვანდეს, იმიტომ რომ არ არის ესეთი რო გადახედავ სულ რაღაც თაგორიანია და აკლია გამწვანება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მისასალმებელი რომ აი საერთოდენა ხალხი ეხმაურება ამას და ყველა რაღაც თავის წილს რგავს და ალბათ ცოტა ხანში აქ ტყე გაშენდება. ჩვენი პოზიცია, ჩვენი კომპანიის არის ასინერგის დარგვა და ყველა მაიტაცა ერთსულოვნებად, ერთხმად რომ თუ შეიძლება ესე ითქვას. ყველამ გამოთქვა სურვილი, უმეტესობამ თუ არა ფიზიკური რაიმე ვთქვათ, გამოვალი მდგომარეობა ყველა ჩემი თანამშრომელი აქ არის და შეუერთდა ამ აქციას. ჩვენ მიგვაჩნია ყველას რომ გამწვანება დედამიწის არის პირველ რიგში სიცოცხლის გაგრძელება, ჩვენი მოგზაურებული წვლილი შეტანა, ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ მოსულიყავით.